როდესაც შიშის ბუნებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე პირველი ის არის გასარკვევი გონებაში როგორ აისახება შიში, როგორ შემოდის აზრებით და რა შინაგან პატერნებს და პრინციპებს ხვდება. ხო, უამრავი სახის შიში არსებობს და წამყვანი არის ალბათ სიკვდილის შიში, მარტოობის შიში, წარუმატებლობის შიში და შიში ავადმყოფობის. ეს ალბათ ყველაზე გასაგებია შიში ავადმყოფობის, ახლა არავის არ უნდა ტკივილებსა და დისკომფორტში ცხოვრება. მაგრამ ძირითადად რის გამოც ჩვენ უფრო ნევროტულები ვხდებით, ეს არის ალბათ შიში რაღაცების მიღწევის, დაკარგვის, მარტოობის შიში. ეს ძალიან წამყვანია დღევანდელ სამყაროში და ალბათ ყოველთვის, იმიტომ რომ ადამიანს მუდმივი უსაფრთხოების განცდა ჭირდება, ესეა მოწყობილი ჩვენი ბუნება. ჩვენ მუდმივად უსაფრთხოება და გარანტიები გვჭირდება. როდესაც შიშს ვსაუბრობ და შიშისგან განთავისუფლებაზე, ალბათ პირველ რიგში გასარკვევია თვითონ ცხოვრება როგორია. აი, რამდენად გააზრებული გვაქვს ის, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მთავრდება და ყველაფერი დროებითია, ყველაფერი იწყება, ყველაფერი თავის პიკს აღწევს და ყველაფერი მთავრდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა შიშის დროს, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს ვიცით ეს, მაგრამ ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვკარგავთ, ვიღაც მიდის, რაღაც მთავრდება, ცხოვრება მათ შორის, ჩვენთვის ეს არის ყოველთვის ძალიან დიდი დარტყმა. ეს ხომ არ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ბრმა ემოციით ვებმებით ცხოვრებაში. ანუ თითქოს ვიაზრებთ, რომ ყველაფერი წარმავალია, მაგრამ სადღაც მაინც ვცხოვრობთ ისე თითქოს ყველაფერი აქ დედამიწაზე მარადიულია. ამიტომ გონება თუ არ იქნება ძალიან კონცენტრირებული და სერიოზულად თუ არ აღიქვავს სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს, ის ვერასოდეს ვერ დაამარცხებს, ვერ ჩიშებს და ვერც რაიმე ტიპის აი ამ ნეგატიურ გამოწვევას, რამაც მე შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიტანოს. სადაც არ უნდა წახვიდე, ალბათ ახლა თქვენც დადიხართ ყველგან და ხვდებით, რომ ადამიანი ყველგან ცუდად არის. ყველგან შექმნილია ისეთი წერტილები, ისეთი სიტუაციები, რომ ადამიანი მუდამ გაიქცეს. არც დღე დაიძინოს, არც ღამე რაღაცა თავგადასავლებში იყოს. ამისთვის არსებობს კიდე რაღაც ქიმიური ნივთიერებებიც, რომ შენ გონებას გაექცე. აი, როდესაც შიშზე ვსაუბრობთ, შიშიც არის შიშის დროს თუ დააკვირდებით, გონება იწყებს გაქცევას და რაღაც ილუზიების დევნას და ეს ილუზიები გონებაში არის პატერნებად მოცემული. ნებისმიერი მიღწევა, ეს არის პატერნი გონების ჩადებული, რომელსაც გთავაზობს შენი სისტემა განათლების თუ შენი ცხოვრების სტილი თუ ის რეალობა, რაც დაგხვდა შენ რომ დედამიწაზე შემოხვიდე. ყველა გონება მუშაობს ერთი მიმართულებით, ერთ ნაკადში. ანუ ახლა კი ძალიან ბევრი საუბრობს გაღვიძებული ცნობიერება მაგ და ის მაგ და ის მაგ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სისულელე. იმიტომ რომ გონების ამ ნაკადიდან ამორთვას ჭირდება კოლოსალური ძალა და ენერგია. პირველ რიგში აბსოლუტურად დანახვა იმ სტრუქტურის, რა სტრუქტურითაც მუშაობს გონება. შიშის გამო თქვენ გარბი ხართ რეალობიდან, ანუ იმ მდგომარეობიდან გაურბი ხართ და შემდეგ ამ გაქცევის მომენტში უფრო მეტი შიში მოდის, უფრო მეტი სტრესი მოდის და უფრო მეტი დაკარგულობა და დაბნეულობა. და ეს სირბილი შეიძლება იყოს გაუთავებლად, ისე რომ სიცოცხლე არც გეყოს, ხო? მერე შემოდის სიბერის შიში, აი მე ვდგავარ ხა მაგას აქთან უკვე და საერთოდ არ არის სასიამოვნო ის, რომ შენი სხეული დეგრადირდება, ჯანმრთელობას კარგავ, ან ძალას კარგავ, რა მნიშვნელობა ხა შეიძლება უვლითავს რაღაც ეს დრო იწელება, მაგრამ ესეც რეალობა, ხო, გარდაუვალი რეალობა. უამრავ ადამიანს უყურებ, რომელიც ძლივს დადის, ვეღარ დადის, ასაკშია,
მოულაჭირდება და ეს ყველაფერი გონებაში აღწევს რა თქმა უნდა შიშებს რომ შენც იგივე არ დაგემართეს. მას შესაძლოა არ არსებობს დრო ამოწუროს შიში. რო აი ეხლა ამას მოვაგვარებ და შიში გაქრება, ფული მექნება შიში გაქრება არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი შიშთან გამკლავების არის დარჩე და მიიღო ის რეალობა, რა რეალობაც შენ აი აქ გაქვს. ის რომ ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება და ბრმა ემოციით არსად არ უნდა ჩაება. ის რომ შენზე არავინ არ არის მიბმული და შენ არავის არ უნდა მიება ემოციით შვილიდან დაწყებული დედა ყველაფერი აქ მოაზრებული და ის რომ სამყაროში ყველაფერი დროებითია და მთავრდება. ამის მიღებას მე როგორც მივხვდი კოლოსალური ცნობიერება ჭირდება, იმიტომ რომ თითქოს მარტივი მოცემულობაა, რომ ადამიანმა იცის რომ ყველაფერი მთავრდება და მაინც ყველაზე დიდი სტრესი ამას მოაქვს. მე არ ვამბობ რომ ეს სასიამოვნო პროცესია ან უსიამოვნო, მაგრამ ეს არის რეალობა. და რეალობის არ მიღებით უფრო დიდი პატარა შიშს მოაქვს შემდეგ უფრო დიდი ხო? და ეს არის წრებრუნვა, რომელიც არასდროს მთავრდება. მას შესაძლოა დრო ვერაფერს ვერ დაასრულებს და დრო ვერც ერთ თქვენს პრობლემას ვერ მოაგვარებს. ერთი სურვილის ასრულება შობს მეორეს. შესაბამისად, როდესაც გონება რჩება იმ რეალობაში, რა რეალობაშიც არის და იღებს შიშს განცდით, ანუ შიში ვლინდება ფიქრებით, შეგრძნებებით და შენ შეგიძლია ამას უყურო, როგორ ლაგდება გონებაში და აი აქ დარჩენა თვითონ ცვლის ფსიქიკის სტრუქტურას. და ამ ცვლილებაში ადამიანმა შეიძლება რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, კოლოსალური სიამოვნება და ბედნიერება განიცადოს თვითონ არსებობაში, ოღონდ ამ არსებობას არ აქვს შეფასება, არ აქვს სორტირება, ეს არ არის როგორია ეს არსებობა, არა, ეს არის უბრალოდ არსებობა. და აი ამ არსებობაში, რაც შეიძლება შემდეგ დროის მიღმა აღმოჩნდეს, ჩერდება ყველა და ყველაფერი, როცა ხვდები, რომ მისაღწევი არაფერია, საშიში არაფერია, უბრალოდ ხარ. წარმოიდგინეთ ახლა თქვენი პატერნები, თქვენი ინფორმაცია და რეალობა. რეალობაში უბრალოდ ხარ და ეს ყოფნა არის განცდა. განიცდი რომ ხარ და ყველა ემოციასთან რჩები, უშვებ და იაზრებ, რომ შენ ხარ მარტო აი ამ შენს სამყაროში, შენს თავში და შენ ამ ყველაფერს იღებ. ეს არის ერთადერთი მდგომარეობა, როდესაც ჩერდება ყველაფერი და ადამიანში იხსნება სრულიად განსხვავებული შეგრძნებები და რასაც ქვია ალბათ განსხვავებული ცნობიერება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის გააზრება და ამის გაგება. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ეს წრებრუნვა, რაც აქ კაცობრიობას სიგიჟის, რომელიც არ დასრულებულა და არც ერთ ეპოქას არ მოუტანია სიმშვიდე ადამიანისთვის, აი ასევე იქნება ჩვენი ცხოვრებაც.